კუპრი. იგი ხშირად გამოიყენება გზების და ასფალტის დაგებისას. დარიშხანი ქიმიური ელემენტი, რომელიც იწვევს ძლიერ მოწამვლას. აცეტონი, რომელიც გამოიყენება საღებავების გამხსნელად და ასევე საუკეთესო საშუალებაა ძლიერი ლაქების ამოსაყვანად. ამონიუმი შედის იატაკის საწმენდი ქიმიური საშუალებების შემადგენლობაში. ფენოლი, იგივე საღებავი. ბუტანი შედის სანთებელების შემადგენლობაში. ნაფტალინი გამოიყენება ანსაცმლის ჩრიჩილთან საბრძოლველად. ფორმალინი გამოიყენება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში მკვდარი ქსოვილების შესანახად. ალბადის ციანიდი ძალიან საშიში მომწამვლელი აირი. ადმიუმი მანქანის აკუმულატორებში არსებული სითხის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი. და უამრავი რადიაციული ნაერთი, რომელიც გამოიყენება ბირთვული იარაღების შესაქმნელად. ალბათ მივხვდით და ვინც ვერ მივხვდით, მათთვის ვამბობ, რომ დიახ, ეს ნივთიერებები არის ისინი, რომელიც ხდება თქვენს ორგანიზმში თამბაქოს მოწევის შემდეგ. ეს ჩამონათვალი უბრალოდ ზღვაში წვეთია იმ შემადგენლობისგან, რომელიც თამბაქოს ერთი ღერი სიგარეტის შემადგენლობაშია. დამუშავებული თამბაქო შეიცავს 2550 ქიმიურ შენაერთს. მოწევის დროს წეველი შეისუთქავს დაახლოებით 4000 ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელთაგანაც 53 კანცეროგენია. და ვინც არ იცით, კანცეროგენია არის კიბობს წარმოქმნილი ნივთიერება. და ეს ქიმიური ნივთიერებები შენს ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყებენ მუშაობას. და ისინი ეტაპობრივად ასუსტებენ და აზიანებენ შენს ორგანიზმს. მოგესალმებით ჩემო YouTube მეგობრებო, თქვენი მყოფებით ფუმფულას არხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოიწყენთ. დღეს კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ ასე მძიმედ მოგვიწია ვიდეოს დაწყება, მაგრამ დღეს მე გადავწყვიტე, რომ მოგაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც თამბაქოს მიღებასთან არის დაკავშირებული. რადგან ვთვლი, რომ თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ახალგაზრდების შემთხვევაში. და სამწუხაროდ არავინ და არც ერთი ორგანიზაცია არ აძლევს ინფორმაციას ახალგაზრდებს თუ რამხელა ზიანს აყენებს თამბაქო მათ. ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ გადავიღო ასეთი საინტერესო ვიდეო და ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ყოვის ტვინი, გული, ფილტვები, კუჭი, ძვლები, გენეტიკა. თამბაქოს მოწევა თითქმის ყველაფერს აზიანებს შენს ორგანიზმში. იგი იწვდება ყველა ორგანოს და ყველა კუთხე კუნჭულს, სადაც შეუძლია რომ მოხვდეს. მოდი ახლა დეტალურად განვიხილოთ, თუ რა ზიანს აყენებს იგი შენს ორგანიზმს. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში გენეტიკით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი იდენტობა სწორედ ჩვენს გენეტიკაზე არის დამოკიდებული. ნიკოტინში შემცველი კვამლის თითოეული ყლუპის შესუნთქვა პირდაპირ ურტყავს ჩვენს გენეტიკურ უჯრედს. ამ დროს უჯრედი უკონტროლოდ იზრდება და ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი კიბოს უჯრედადაც გადაიქმნება. სხეული თავიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ებრძვის ნიკოტინისგან მიღებულ ზიანს. თუმცა დროთა განმავლობაში ნიკოტინი ახერხებს და მას ბრძოლის უნარიანობას აკარგინებს. შესაბამისად, ორგანიზმი დროთა განმავლობაში ვეღარ ახერხებს ნიკოტინთან ბრძოლას და იგი ვეღარ ეწინააღმდეგება იმ პროცესებს, რაც ორგანიზმში ხდება. კიბოთის სიკვდილიანობის შემთხვევების თითქმის მესამედზე მეტი სწორედ თამბაქოს მიღებით არის გამოწვეული. ასევე თამბაქო და თამბაქოს კვამლი ძალიან დიდ ზიანს აყენებს მამაკაცებს და მათ შთამომავლობას, რადგან იგი აზიანებს სპერმის გენეტიკურ მასალას, რაც რა თქმა უნდა შემდგომ შესაძლებელია შვილებში გენეტიკური დეფექტის გამომწვევი პირობა იყოს. განსაკუთრებით თუ ხარ ახალგაზრდა და თუ ფიქრობ შენს მომავალზე, უმჯობესი ახლავე შეეშვა სიგარეტის მოწევას და გადახვიდე ჯანსაღი ცხოვრების სტილზე. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს თავის ტვინზე და ვნახოთ თუ რა ხდება მასში, როდესაც ჩვენ ნიკოტინს ვიღებთ და თამბაქოს ვეწევით. რა სიტყვით თუ კი გეტყვით, რომ ნიკოტინის მიღება თითქმის იგივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორცაც ნარკოტიკი ჰეროინის დამოკიდებულებაა. ამ დამოკიდებულებისგან თავის დანებება საკმაოდ რთულად ითვლება, რადგან ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას. იგი დროთა განმავლობაში ნიკოტინის რეცეპტორების გამოყოფას იწყებს, იმისაც რომ თამბაქოსგან მიღებულ ნიკოტინს შეებრძოლოს და მისგან მიღებულ დიდ დოზებს გაუმკლავდეს. ხოლო ამის შემდგომ, როდესაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი, ზუსტად ამ დროს იწყება ისეთი პროცესები, როგორიც არის აბსტინენცია, იგივე აღკვეთის სინდრომი, ჩვენს ტერმინოლოგიაში ცნობილი როგორც ეგრეთ წოდებული ლომკა. ამ დროს ადამიანი შფოთავს განიცდის დაღლილობას. ზოგჯერ იგი გაღიზიანებული და აგრესიულიც კია და უჭირს ჩვეულ საქმიანობებზე კონცენტრაცია. ამის გარდა შესაძლებელია ქონდეს თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება,
სუჭში შეკრულობა, ანდაც გახსნილობა, გულისცემის შენელება, უძილობა და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომი, რომელიც არის მადის გაძლიერება. ამიტომაც ხშირად ხვდებით ხოლმე ესეთ შემთხვევებს, რომ ადამიანები, როდესაც სიგარეტს თავს ანებებენ, ისინი იმატებენ წონაში, რადგან მომატებული მადის გამო მათ უხდებათ ჭამონ უფრო მეტი საჭმელი, ვიდრე უწინდებურად იღებდნენ. შესაბამისად, ისინი იღებენ გაცილებით მეტ კალორიას და ლოგიკურია ის, რომ ისინი იმატებენ წონაში. გარდა ორგანოებისა, თამბაქოს კვამლის მოხვედრა თქვენს ორგანიზმში ხელს უწყობს ახალი ძლოვანი სტრუქტურის წარმოქმნის შენელებას, ანდაც სრულად გაჩერებას და ხელს უწყობს არსებული ძლოვანი სტრუქტურის დასუსტებას და ჩამოშლას. სწორედ ამიტომ საბოლოო ჯამში მწველებში მოტეხილობის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ხოლო შეხორცებითი პროცესებიც ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე არამწეველი ადამიანის ორგანიზმში. ალბათ აქამდე რაც ვისაუბრე, ყველაფერი გასაგებია და ყველა იაზრებთ თუ რამხელა ზიანს აყენებს თამბაქო და ნიკოტინი თქვენს ორგანიზმს, მაგრამ საინტერესოა რომელ ორგანოებს ურტყავს იგი პირველ რიგში ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის მე თუ გეტყვით, რომ პირველ ეტაპზე იმყოფება ფილტვები, რომელშიც უშუალოდ ხვდება თამბაქოსგან მიღებული კვამლი და შემდგომ უკვე გული. რადგან გული აღარ მუშაობს ისე როგორც უწინდებურად, მას უწევს სხვა რიტმში და სხვა ტემპში მუშაობა, როდესაც თქვენ იღებთ თამბაქოს და ნიკოტინს. რა თქმა უნდა, ფილტვის დაავადებებს და გულის დაავადებებზე საუბარს აქ აღარ დავიწყებ, რადგან დღესდღეობით ყველაზე ცნობილი არის ეს დაავადებები, მაგალითად დავასახელებ უბრალოდ ფილტვის კიბო და საკმარისი იქნება. და ასევე გულის პრობლემები, რომელსაც შეიძლება მოყვეს ინფარქტიც კი. გარდა იმ თანხლები დაავადებებისა, რომლებიც ახლავს თამბაქოს და ნიკოტინის მიღებას, ასევე შეიძლება შემოთხსენებულებმა დაგიტოვონ ქრონიკული დაავადებები, რომელიც უკურნებელია და შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს თქვენ ორგანიზმში, როგორც არის მაგალითად გენეტიკური ცვლილება და რომელიც შეიძლება თქვენ შთამომავლობაშიც გადავიდეს, რომელიც შეიძლება თქვენ შვილებში და თქვენ შვილიშვილებშიც კი გამოვლინდეს. ამიტომაც თუ შენ ახლა ამ ვიდეოს უყურებ და ცოტათი მაინც გიყვარს შენი თავი და ფიქრობ შენს მომავალზე, ნამდვილად არ არის გვიანი დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ შენ ორგანიზმს აზიანებ და დროა რომ შეეშვა ამავნე ჩვევას. მესმის რომ ეს შესაძლებელია რთული იყოს, რადგან ამას ჭირდება უდიდესი ნებისყოფა და უდიდესი ძალისხმევა შენი მხრიდან, მაგრამ დამიჯერე ჯანმრთელობის ფასი ამ ქვეყნად არაფერია. ხოლო მანამ სანამ შენ ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრობ, მე კიდე უფრო ვეცდები და გარწმუნდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომაც მე ჩამოგითვლი, თუ რა ცვლილებებს განიცდის შენი ორგანიზმი, მას შემდეგ, რაც თავს დაანებებ სიგარეტის, თამბაქოს ან უბრალოდ ნიკოტინის მიღებას. პირველ 20 წუთში განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან ეს ინტერვალი ცოტათი ახლოს არის იმ ინტერვალთან, რა დროშიც შენ მეორე ღერი უნდა მოწ. 12 საათის შემდგომ, რაც შეეშვები თამბაქოს მიღებას. ამ დროს შენ ორგანიზმში ნახშირო ჟანგის დონე განსაკუთრებულად იკლებს. სისხლში არსებული ჟანგბადი თავისუფლად იწყებს მოძრაობას და შესაბამისად შენს ორგანოებს და შენს ტვინს ჟანგბადით გაჯერებული სისხლი მიეწოდება და შესაბამისად ისინი უკეთესად მუშაობენ. 24 საათის შემდგომ ინფარქტის რისკი ძალიან მცირდება. შენი ფილტვები ცდილობენ დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და იწყებენ თვითგაწმენდას. ამ დროს შესაძლოა დაგეწყოს ხველა, შესაძლოა ეს ხველა ძალიან გაგიძლიერდეს, მაგრამ ნუ შეშინდები. ეს ხველა სწორედ კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ფილტვები იწმინდებიან და ცდილობენ რომ დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას, ჯანმრთელ მდგომარეობას. 48 საათის შემდგომ ნიკოტინი სრულად ტოვებს შენს ორგანიზმს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ 48 საათის შემდგომ არის კრიზისული პერიოდი, როდესაც შენი ორგანიზმი მოგთხოვს ნიკოტინს. მაგრამ სწორედ ამ დროს უნდა გამოვიჩინოთ დისციპლინა და ნებისყოფა და არ დავნებდეთ. ამ დროს უკვე ბრუნდება გემონური თვისებები, საჭმლის გემოს ბევრად უფრო კარგად გრძნობ და ასევე გვიბრუნდება და გვიძლიერდება ყნოსვა. ამ დროს როგორც უკვე აღვნიშნე, ნერვიულობა და ტოლვა პიკშია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და არ დაივიწყოთ. რას ებრძვით? რამხელა დაავადებას და რამხელა მავნე ჩვევას. 72 საათის შემდეგ შენი ბრონქები უფრო ფართოვდება. შესაბამისად, შენი სუნთქვა ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო თავისუფალი ხდება. და გრძნობ შვებას შენს ფილტვებში და შენს ორგანიზმში. ხოლო ღრმა სუნთქვა და ჟანგბადის დიდი რაოდენობით მოხვედრა შენს ორგანიზმში იწვევს იმას, რომ შენ ხარ ბევრად უფრო ენერგიული და ბევრად უფრო შრომისუნარიანი. ერთი კვირის შემდგომ შენი სისხლის მიმოქცევა ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. ძილი უკვე დაგისტაბილურდება. თუ გაქვს ძილის პრობლემები, დამიჯერე თამბაქოს თავის დანებების შემდგომ ეს პრობლემებიც მოგიგვარდება. შესაბამისად, გძინავს კარგად, გაქვს კარგი სისხლის მიმოქცევა, სუნთქავ კარგად, ასე რომ თავს გზნობ ბევრად უფრო ენერგიულად და ბევრად უფრო ჯანმრთელად. 2-დან 4 კვირის შუალედში შენი ფილტვების მუშაობა
30% უმჯობესდება. ამ პერიოდში ხველა და ქოშინი საგრძნობლად შეგიმცირდებათ, რადგან ფილტვები გარკვეულწილად უკვე გაწმენდილია. თქვენი კანი, თქვენი ფრჩხილები, თქვენი კბილები, თქვენი ღრძილები და თქვენი თბა ბევრად უფრო ჯანმრთელად და კარგად გამოიყურებიან. თამბაქოსგან თავის დანებების 3 თვის შუალედში თქვენი ფილტვების წმენდის მექანიზმი აქტიურად მუშაობს და ის კვლავინდებურად აგრძელებს თქვენი ფილტვების გასუფთავებას, რადგან მისი გასუფთავება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ძლიერდება თქვენი იმუნური სისტემა, ბევრად უფრო ძლიერია თქვენი ორგანიზმი სხვადასხვა პატარ-პატარა ვირუსებთან ბრძოლაში. შეიძლება ეს შეატყოთ იმითაც, რომ კვლავინდებურად მარტივად აღარ ცივდებოდეთ თუნდაც. ასევე იზრდება თქვენი ფიზიკური და მენტალური გამძლეობა. 6 თვის შუალედში თქვენი ქრონიკული ხველა, რომელიც გამოწვეული იყო ფილტვების გაწმენდითი პროცესის გამო, პრაქტიკულად სრულად გაქრება. თქვენი შფოთვა და ნერვიულობა, რომელიც კვლავინდებურად გახასიათებდათ, თითქმის გამქრალი იქნება და თქვენი ორგანიზმი ბევრად უფრო თავისუფლად და ბევრად უფრო გამართულად მუშაობს. 1 წლის შემდეგ თქვენი გულის დაავადებების რისკი 50%-ით მცირდება. თქვენს ორგანიზმში ინსულტის რისკიც საგრძნობლად მცირდება. და თქვენი ორგანიზმი შეიძლება ითქვას უკვე რომ არამწეველის რეჟიმში არის. 5 წლის შემდგომ თქვენი ორგანიზმი თითქმის სრულად უბრუნდება არამწეველი ორგანიზმის ციკლს. შესაბამისად, ინსულტის წარმოქმნის რისკიც უტოლდება არამწეველი ორგანიზმში არსებული რისკის დონეს. თამბაქოსგან გამოწვეული სისხლძარღვოვანი ზიანის გამო ისინი ჯერ ისევ აღდგენით პროცესებშია. 10 წლის შემდგომ თქვენი ფილტვის ყიბოს რისკი 2-ჯერ ან 3-ჯერ უფრო ნაკლები ხდება. ფილტვები ამ დროს მაქსიმალურად გაწმენდილია, როგორც შეძლო შენმა ორგანიზმმა მაქსიმალურად გაწმინდა ისინი. ამიტომაც მესმის, შეიძლება შეგაშინე კიდეც თუ რისი გავლა მოგიწევს მას შემდგომ, რაც თავს დაანებებ თამბაქოს ან უბრალოდ ნიკოტინს, მაგრამ დამიჯერე, ეს ყველაფერი ღირს შენს მომავალად და შენს ჯანმრთელობად. გარდა ამისა, თქვენ უდიდეს ზიანს აყენებს თქვენ გარშემო მყოფებს, თქვენს ახლობლებს, რადგან თქვენი ორგანიზმიდან ამოსული თამბაქოს კვამლი თითქმის ანალოგიურ ზიანს აყენებს მათ ორგანიზმებსაც. კი, სიგარეტი გაძლევთ ამ წუთიერ სიამოვნებას, თუმცა გართმევთ წლებს. ყოველ ჯერზე, როდესაც უბრალოდ უკიდებ სიგარეტს, არ ისვენებ და არც მშვიდდები. შენ აჩერებ უბრალოდ ტკივილს, რომელიც შენ თვითონვე შექმენი, შენი გამოგონილია. სიგარეტი კი არ გეხმარება, არამედ პირიქით ის გაკონტროლებს. ის გპირდება სიმშვიდეს, მაგრამ გპარავს სუნთქვას. ის გპირდება კონცენტრაციას, მაგრამ გპარავს ჟანგბადს. შენ ფიქრობ, რომ არჩევნის საშუალება გრჩება, მაგრამ რაც დრო გადის, არჩევანი უკვე გაკეთებულია. ოღონდ შენს კი არა, არამედ ნიკოტინის მიერ. დააკვირდი შენს ფილტვებს, მოусმინდი შენს ორგანიზმს. ისინი არ იყურებენ, ისინი პირიქით, შუმად კვდებიან. ყოველი ღერი დაკარგული საათია, ყოველი კოლოფი დაკარგული დღე, ყოველი წელი დაკარგული სიცოცხლე. და მაინც შენი სხეული არ ივიწყებს და ყოველთვის ახსოვს თუ როგორ უნდა გადარჩეს. და ერთჩვენიერ დღეს, როდესაც შენ უბრალოდ შეწყვეტ თამბაქოს მიღებას, ერთ წელიწადში იქნები სრულიად სხვა ადამიანი, უკეთესი ადამიანი. სიგარეტი არ არის შენი მეგობარი. ის არის შენი მტერი, რომელსაც ფულს უხდი, რომ ნელა მოგკლას. შეწყვეტე დღეს, არა ხვალ, არა ზეგ, არა ოდესმე, არამედ დღეს. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია ძალიან არ დაგამძიმეთ, იმედია თქვენში გარკვეული мотиваცია მაინც გამოუწვია რომ თავი დაანებოთ ამ აუნეჩვევას, რა თქმა უნდა თუ კი ეწევით თამბაქოს და იღებთ ნიკოტინს, ხოლო ხალხის იმ ჯგუფს, რომელიც არც თამბაქოს ეწევა და არც ნიკოტინს იღებს, მოუწოდებ რომ ასე გააგრძელონ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში და არა მარტო საკუთარ თავზე იზრუნონ, არამედ იზრუნონ თავი დაანებებინონ ამ აუნეჩვევაზე. მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, თუ მოგეწონათ ცხონა რომ დაალაიქოთ ვიდეო, თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, რა თქმა უნდა გამოიწერეთ. კარგად იყავით, შემდეგ შეხვედრამდე.